ვერანაირად ვერ გაუმჯობესებს ეს, დავიწყებ იქიდან, რომ ჯერ ერთი, რაც კანონით ეკუთვნოდა დემოკრატიულ მოძრაობას, ბიუჯეტიდან დაფინანსებული სარეკლამო დრო, იმაზე აცხადებს ხელისუფლება უარს. მეორეც ერთი, ის ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა, რაც იდეაში გვეკუთვნოდა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ამაზეც უარს ამბობს და ეხლა იმაზე ვიყოთ დამოკიდებული ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა როდის ინებებს და შეისყიდის ეთერს და იქიდან გამომდინარე ჩვენ თურმე გაგვიჩნდება რაღაცა 3 წამი სარეკლამო დროის რომელიღაც რეგიონალურ ტელევიზიაში და აქ საუბარი პირობების გაუმჯობესებაზე უბრალოდ სასაცილოა. ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლება პირდაპირ ამბობს უარს სამართლიან საარჩევნო გარემოზე და რაც თავარია მათ შორის სამართლიან მედია გარემოზე. აი ეს არის უმთავრესი, რომ ხელისუფლება არ არის მზად ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.